21 წლამდე ასაკის ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების დასახმარებლად რუსთაველის თეატრში მომღერალ დათო ხუჯაძის სოლო კონცერტი გაიმართა. საღამოში მონაწილეობას დავით ფორჩხიძე და ჯგუფი გუფილენდი იღებდნენ. კონცერტიდან შემოსული თანხა საქართველოს სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება. საქველმოქმედო საღამო თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა. არის ისეთი კონცერტი, რომელიც აიწყო ნებისმიერმა ხელოვანმა ადამიანმა თუნდაც სპორტსმენმაც უნდა წელიწადში ერთხელ მაინც გააკეთოს ასეთი კონცერტი და კიდევ მე ვგეტყვით, რომ ამის მერე თუ რა კონცერტები გაკეთდება, ჩაფიქრებული მოხდასე და ესეში გავაკეთოთ შეიძლება მაგის რეალიზაციას, რომ თვითონ არის გაგებული ბილეთთან წავიდეს პრომოქებაში. იმ ადამიანებს, ვისაც დახმარება ჭირდება, როგორც შეგვიძლია, ესე უდგებით გვერდში და ვფიქრობ, რომ კარგი გამოხმაურება ექნება ამ კონცერტს და ეს იქნება წინაპირობა, რომ მე დათომ და მთელმა ჯგუფმა სახელ გრანდიოზული გახსენება კონცერტი ჩავატარდეს. შევატენი მონაცემებით 68 ბავშვის დაფინანსება დამტკიცდა 1.747.000 ლარის ოდენობით, მათ შორის 24 შემთხვევაში საზღვარგარეთ. დღევანდელი ღონისძიება ჩვენთვის მნიშვნელოვანია ერთის მხრივ საზოგადოებაში ცნობიერების კიდევ უფრო მეტად ამაღლების კუთხით და მინდა პირადად მადლობა გადაუხადო დათოს და მთელ შემოქმედებით ჯგუფს და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ძალიან აქტიურია დასწრება და ინტერესი იყო ძალიან მაღალი აღნიშნული ღონისძიების მიმართ.